აფეთქებების სერია ზუგდიდის რაიონში დილიდან რამდენიმე წუთიანი ინტერვალებით აფეთქება ჯერ განმუხურის და გალის რაიონის სოფელ ოტობაიას საზღვარზე მოხდა, შემდეგ კი უკვე სოფელ რუხში. საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი და არ არიან დაშავებულები, საქმე უკვე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება. ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურსა და გალის რაიონის სოფელ ოტობაიას საზღვარზე ძლიერი აფეთქების ხმა მაშინ გაისმა, როდესაც განმუხურელი ბორის ხუფენია ყანაში სამუშაოდ მიდიოდა. როის ნახევარზე დილას ანაზე მოხდა, ხავი იქ სამუშაოზე მოვდიოდი და გზაში გავიგე აფეთქება. და გავიგე თავზე აქ ის არის ოტობაიასა და განმუხურის საზღვარი და აი გავფეთქებიოთ რაღაც რა არის აზარი. შემთხვევის ადგილს ქართველი სამართალდამცავები, გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა სიმინდის ყანაში. გამოძიების დამთავრებამდე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობენ. ფაქტია, რომ დღეს 5 აფეთქება მოხდა, თუმცა ჯერჯერობით ვერ გეტყვით საქმე აფეთქებების სერიასთან გვაქვს თუ არა. ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს და დეტალებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ხუფენიას ყანაში მომხდარი აფეთქება დღეს მეხუთე იყო. მანამდე ზუგდიდის რაიონში დილიდან რამდენიმე აფეთქება მოხდა. სოფელ რუხში ციხესთან 5 წუთიანი ინტერვალებით 4 ნაღმი აფეთქდა. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა დაზიანდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის ავტომობილი, რომელიც ადგილზე აფეთქებებს შორის მივიდა და გზის გადაკეტვას ცდილობდა. ეს მოხდა აფეთქება, სადაც საგუშაგოებია განლაგებული რუსების, მას 1-800-900 600 მეტროზე. 1, 2, მესამე, მეოთხე. ეს რა ხდება რა რასაკეთებენ და რის გამკეთებელი არიან, აგერ ხედავთ ყველა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, რუსი ცისფერჩაფხუტიანები, ქართული სამშვიდობო დანაყოფისა და გაეროს სამოქალაქო პოლიციის წარმომადგენლებიც. გამოძიება და განაღმვითი სამუშაოები აფეთქებიდან რამდენიმე ხანში დაიწყო. ქართველებმა რუსი სამშვიდობოების სამხრეთი ზონის მეთაურს შემთხვევის ადგილის დაათვალიერებინეს და დეტალებით გააცნეს. დღეს მომხდარ აფეთქებებს რუსი სამშვიდობოების სამხრეთი ზონის მეთაური კონფლიქტის зонаში დესტაბილიზაციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ვლადიმერ როგოზინი აფეთქებებში რუსული მხარის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. Цель взрывов непонятный. Дестабилизация обстановки. Если бы российские миротворцы бездействовали, уже бы давно бы началась война, было бы кровопролитие. А высшая оценка деятельности миротворцев – это существование мира в зоне конфликта. გამოძიება ახლაც მიმდინარეობს. აფეთქებების მიზეზით და ასაფეთქებელი მოწყობილობებით გამოძიების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.